ინდუსტრიაში, რასაც ქვია ივენთებზე ფოტოების, ვიდეო გადაღების, გიფების, მომსახურების სფეროში ვართ უკვე 10 წელიწადზე მეტია. თავიდან მე და რომა და ჩვენი პარტნიორები სხვადასხვა კომპანიით ვიყავით წარმოდგენილები ბაზარზე და თავიდან იყო მემოგრამი პარალელურად ვითარდებოდა გიფერი და დაახლოებით 5 წელი ესე კონკურენტები ვიყავით, თუმცა შემდგომ დავმეგობრდით, გავიცანით ერთმანეთი და გადავწყვიტეთ, რომ ესეთ მცირე ბაზარზე უფრო უკეთესი იქნებოდა კოლაბორაცია და გავაერთიანეთ კომპანიები. და უკვე 6 წელია ერთად ვართ პარტნიორები და მივუყვებით ამ კომპანიის ერთობლივ განვითარებას. რაც შეეხება პრინტომატოს იდეას, ეს მოიტანა უკვე თვითონ ბაზრის მოთხოვნამ და ჩვენმა დაკვირვებამ ბაზარზე, რომ ჩვენ დავინახეთ, რომ ბევრი კომპანია, რომელიც ჩვენ გვიკვეთავდა ღონისძიებებისთვის აპარატებს და ერთჯერად მომსახურებისთვის უნდათ ფოტოს ბეჭდვა, ან გიფების გადაღება, მათ ასევე გამოთქვეს სურვილი, რომ ქონოდათ თავისთან მუდმივად მსგავსი აპარატი. თუმცა ეს იდეა ბოლომდე არ გვიზიდავდა და ჩვენ ამას სხვა კუთხით შევხედეთ, რომ მოდი ხო არ ვნახოთ უფრო ღრმად ეს თემა, შევისწავლოთ რა არის სოფლიო ბაზარზე და იქნება უფრო საინტერესო ბიზნეს მოდელი შევქმნათ, რამაც მიგვიყვანა პრინტომატოს აი საწყის პოზიციაზე, რომ როგორ დაგვეწყო ამაზე მუშაობა. ფოტობეჭდვა ყოველთვის დარჩება ტრენდულად, იყო ჩავარდნა და სადაც 2000 თუ შეხედავთ რა ტრენდს, დაახლოებით 2005-დან 2019 წლამდე შედარებით იყო კლება, იმიტომ რომ ხალხი უგენტად გადაერთო დიჯიტალ ფოტოებზე, მაგრამ თუ დააკვირდებით ტრენდებს და მონაცემებს, ისევ იზრდება. მაგალითად, Fujifilm-ის მონაცემებში წერია, რომ დაახლოებით 40%-მდე იზრდება წლიდან წლამდე ფოტოების მაგათი ფირებზე მოთხოვნა და სხვა ტრენდებიც, მით უმეტეს ჩვენი მონაცემებიც ამის საფუძველს გვაძლევს. და ზოგადად რაც შეეხება განვითარებას, სხვა ტიპის ფორმატები შემოვა ჩემი აზრით და უფრო მეტად გამოიყენებენ გამოცდილებით მარკეტინგში. ასევე ფიქრობ, რომ მეტი კომპანია დაინტერესდება ამით და ბეჭდვა გახდება უფრო პოპულარული. რატომაც არა, რომ იყოს შესაძლებელი ვიდეოს ასეთ ფიზიკურ ფორმატში გადმოტანა, ხო რაღაც რევოლუციური იქნება და ჩვენ ახლა შეჩვეული ვართ, რომ რაღაც ფოტო ვიკავია ხელში, მაგრამ ესეც ხო თავისებური რაღაც საოცრება არის რა და უფრო საინტერესოა, შეიძლება ჩაიდო სადაც გინდა დადო და იმ მოგონებებს აღძრავს მომენტალურად, როცა გააქვს დაბეჭდილი ფოტო და მით უმეტეს, როცა ეს შვილიშვილებს შეუძლიათ ნახონ და უფრო ძელი ვარდა კონდეს. მოკლედ ჩვენ ძალიან გვიყვარს ფოტოგრაფია და ჯერა რომ აქვს მომავალი დაბეჭდილი ფოტოსაცია. კი, განსაკუთრებით ფიზიკური თაჩი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში, რაღაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ციფრული ფოტოგრაფია განვითარდა და იმდენ ფოტოს ვიღებთ ყოველდღიურად, რომ ეს ფოტო მე გვეკარგება და აღარც გვახსოვს და ეხლა სპეციალური აპებია, რომ რაღაცა ჰაილაითები გვაჩვენოს ხოლმე, ხო? ამიტომ ეგეთ ფოტოს ბოლო დროს ცოტა ეკარგება რა, ველიო და უფრო ფიზიკურს უბრუნდება, იმიტომ რომ მაინც ხელში სახებია, მაინც გამოცდილება რაღაცა კარგი პოზიტიური განწყობა მოაქვს, ვიდრე ათასობით გადაღებულ ფოტოს, რომელიც შეიძლება აღარც ნახო არასდროს და კონდეს cloud-ზე, Google Photos-ში ასე. კიდე ერთი ტრენდი რაც შევამჩნიეთ და ამაზე არ ლაპარაკობს დიდად არავინ, არის რომ დაბეჭდილ ფოტოს ავტომატურად ორი სიცოცხლე აქვს. ან როგორც კი ფოტოს დააბეჭდავს ადამიანი და ხელში უკავია, იღებენ, ანუ ციფრულად აქცევენ და მერე ამ გადაღებულს დებენ
სხვადასხვა სოციალურ სივრცეში, მაგალითად სტორიში, თუ შეამჩნევთ დაბეჭდილ ფოტოზე გადაღებული ფოტო ბევრია, ვიდრე ის, რომ თქვათ ფოტოჯიხურში გადაიღე და აგიბეჭდა და მე შეხვიდე ციფრული გადმოტვირთვა და ისატვირთვა, იმიტომ რომ ეს რაღაც ასევე იქცა საოცრებად და რაც უცნაურობად ჯენზისთვის, იმიტომ რომ ბევრს სხვათა შორის პირველად აქვს ხოლმე ნანახი დაბეჭდილი ფოტო. ეგეც შეგვიმჩნევია, რომ ვაუ, გაუგნებულები არის. რაღაცა ხო განსაკუთრებული შეიძინა ისევ დაბეჭდილი ფოტო ამ ველი. გვაქვს გარკვეული გამოცდილება და მიუყვებით თანმიმდევრულად, გვიყურს ეს გამოთქმა და ვიცით რას გვინდა მივახციოთ. ეს 10 წელს შეცდომებს უშვებდით და ამ შეცდომებზე ვისწავლეთ. ხო. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გამოწვევები ხშირად არის ისეთი, რაც ყველას ეხება, შეიძლება იყოს ბაზრის სიმცირე და ალბათ თავიდანვე იმაზე ფიქრი, რომ სად გააკეთო აქცენტი რომელ ბაზარზე და საიდან დაიწყო რომ დიდ დრო არ კარგო. ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევა ფანდრაიზინგი ალბათ ყველა სტარტაპისთვის და მხოლოდ საქართველოში არა, თუმცა ალბათ საქართველოში განსაკუთრებულად. ალბათ განსაკუთრებულად ჰარდვერშიც. და ჰარდვერშიც ეს ძალიან ისეთი ცოტა რთული არის ჰარდვერის კეთება და აქაც ინვესტორის პოვნა შედარებით უფრო რთულია, ვიდრე ალბათ software-ში იქნებოდა და დღეს განსაკუთრებით AI-ში. და ამის ბუმია თქვენ ხედავთ. თუმცა ჩვენ გვიყვარს ის, რასაც ვაკეთებთ. ძალიან მოგწონს იდეა ჩვენ თვითონ და ამას კიდევ უფრო უყურებთ განსხვავებულად, როცა სხვებს მოწონთ და მართლა ხედავთ მათ რაღაც გავინებულ სახეებს და რეალურ შედეგს. ეს გვაძლევს мотивაციას და ნებისმიერ პრობლემას გადავლახავთ ამით. იდეა რაღაც სპონტანურად მოვიდა, ანუ ოჯახში ყოველთვის გვიყვარდა რაღაცა ხელნაკეთი რაღაცეების კეთება, ხანდრას ვაკეთებით ხანდრას. და აი კარგად არც მახსოვს, აი კონკრეტულად სანთლის იდეა საიდან წამოვიდა, მაგრამ ფაქტია რაღაც დავინტერესდით, ნახეთ ინტერნეტ როგორ კეთდება ინტერნეტში, მოვიძიეთ სხვა ინფორმაციები. ეს ხო რაღაცა მინი საოჯახო ბიზნესია, ესე რომ ვთქვა და ოჯახის ყველა წევრი ჩართული ვართ და რამდენჯერმე ვცადეთ, არ გამოგვივიდა და ბოლოს მივიღეთ ისეთი სრულყოფილება, რომელსაც თამამად შემიძლია უწოდოს სრულყოფილება, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენ მოგწონს და შენ თუ არ მოგწონს, სხვასაც ვერ მოაწონებ და მით უმეტეს ვერ აყიდინებ, ხო? ბრენდის კონცეფცია ალბათ თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია იმაზე, რომ ჩვენი პროდუქცია და ვიტყვი რომ თავდაპირველად ვაწარმოებდით სანთლებს, სხვადასხვა არომატით, ეხლა შევმატეთ ძალიან კარგი საპნებით და მთლიანი კონცეფცია დამყარებულია იმაზე, რომ არის ნატურალური, მზადდება მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტებით, არის ხელნაკეთი და კიდევ ერთხელ ვიტყვი ძალიან დიდი სიამაყით, რომ ეს დამზადებულია საქართველოში, ეს ძალიან მოგწონს ჩვენ თვითონაც, იმიტომ რომ კარგად გვესმის წარმოების მნიშვნელობა ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაში, არა მხოლოდ ჩვენს კონკრეტულ ბიზნესში და
მე ზოგადად ძალიან მომწონს ის ამბავი, რომ ამ ბოლო დროს ქართველების მხრიდან გაიზარდა მოთხოვნა და ტრენდული გახდა ეს ბუნებრივი და ნატურალური ეკომეგობრული პროდუქცია. უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რა, იმიტომ რომ თავი დროზე მხოლოდ მარტო იმას უყურებთ, როგორ ვიკვებებით, ახლა უკვე როგორ უვლით თავს ჯანსაღად, ხო და ეს ძალიან კარგია ეს ტრენდი ზოგადად და ჩვენი ნატურალური, მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებული პროდუქცია ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს საზოგადოებაში. სანთლებს, რაც შეეხება მხოლოდ ბუნებრივი სოიოს ცვილის გამზადდება, რომელსაც სხვათა შორის საქართველოში ვყიდულობთ და ყოველთვის ყველაფერს ყველაზე მაღალი ხარისხის. მნიშვნელოვანი არის, რომ აი მაგალითად სხვა არომატები გვაქვს, ვანილის არომატით, იასამნის, ვარდის და ეს მაგალითად ერთი სანთელი იწვის 48 საათი და ოთახში აყენებს საოცარ სურნელს რა, ძალიან კარგია შესაბამისად და ასევე საპნებსაც, როდესაც ვამზადებთ, მაგალითად ეს არის მასაჟორის ეფექტით, ხო და ეხლა ჩვენ კომბინაციებსაც ვაკეთებთ, მაგალითად ეს არის ზღვისა და წვიმის ერთობლივადაც ეს მინი ბოქსებს, ნაკრებებს ვაკეთებთ, ასე ვთქვა და ყავის გრანულებით, ესეც აუცილებლად ბუნებრივი ინგრედიენტებით, ნამდვილი ყავის გრანულებით, რომელსაც მასაჟორის ეფექტი აქვს და რაღაც აჯანსაღებს კანს. ეს სურნელი რა ყველაზე მთავარი ჩვენი მე საერთოდ ზოგადად ძალიან მეცინება ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენი გაყიდვის მთავარი წყარო არის მაინც ონლაინ გაყიდვები და სურნელს უყიდით ისე, რომ სურნელს ვერ გრძნობს ადამიანი და გვიჯერებს. ჩვენი საპონის ძირითადი ინგრედიენტი არის ყურძნის წიფწის ბაზა, ყურძნის წიფწის ზეთი ბოდიში და ასევე სხვადასხვა ზეთები, სხვადასხვა საპნების შესაბამისად, ხო, ზოგი ნუშის ზეთით მზადდება, ზოგი ჟოჟობას ზეთით. თითოეული მათგანი გამოირჩევა განსაკუთრებით სასარგებლო თვისებებით. ნუ ახლა რო წავიკითხოთ, რამხელა დადებითი თვისებები აქვს აი ამ ზეთებს, ანტიცელულიტური, გამაჯანსაღებელი, კანს მატებს, ელასტიურობას და ბზინვარებას და ასე შემდეგ ხელს უწყობს ახალგაზრდულ კანის შენარჩუნებას. ეს იმხელა ანოტაციები მოყვება ამ ზეთებს, რომ შესაბამისად ბუნებრივია, რომ ამისგან დამზადებული საპნებით ამ ყველაფერს არ დაუკარგავს მინიმუმ, ხო თუ არ გააუმჯობესებს კიდევ უფრო მეტად და რაც შეეხება სურნელებს, ხო, სურნელები, როგორც გითხარით, ჩვენ ერთი წელია, რაც ამ ბიზნესის კეთება დავიწყეთ და თავიდან როგორც გითხარით, ვამზადებით მხოლოდ სანთლებს და ამ სურნელებთან მისვლამდე ძალიან ბევრი კომბინაციები შეირჩა, ბევრი ვატესტეთ, გამოვცადეთ და ასე შემდეგ და საბოლოოდ მივიღეთ საუკეთესოები რა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ სანამ ჩამოვყალიბდით საბოლოო პროდუქციაზე, ერთ-ერთი გამოწვევა ალბათ ეგ იყო, რომ რაღაც გავაკეთეთ, შევატყვეთ, რომ დიდი მოთხოვნა მასზე არ იყო და ანუ იმის წარმოება შევეშვით. სანამ საბოლოო პროდუქციაზე, მენიუზე, ასე ვთქვათ, თუ რაც ქვია, ასორტიმენტზე ჩამოვყალიბდით, ბევრი ტესტები გავაკეთეთ. ეხლა მაგალითად საპნებში ჩემი საყვარელი არომატია ყავის და ვანილის არაჩვეულებრივ კექსებს ვაკეთებთ ესე და ძალიან გვიყვარს ამის კეთება და სანთლების შემთხვევაშიც რაღაც 4-5 არომატზე ჩამოვყალიბდით, რომელიც ყველაზე კარგად ჩვენს მოგწონს და მომხმარებლებშიც ყველაზე დიდი მოწონებით და მოთხოვნით სარგებლობს.
ეს იყო ალბათ გამოწვევა, რაღაც ბევრი ტესტი დაგჭირდა, სანამ საბოლოო პროდუქტებამდე მივედით. თუმცა, აქვე აუცილებლად დავძენ, რომ მუდმივად ვანახლებთ ჩვენს ასორტიმენტს, სულ ახალ რაღაცებს ვამატებთ. ერთის მხრივ ახალ პროდუქციას, მეორეს მხრივ რაღაც კომბინაციებს სანთლისა და საპნის, მაგალითად იასამნის ნაკრები, სანთლისა და საპნის და ეს ძალიან აბაზანაში სანთელი და საპონიც ერთი სურნელის არის იდეალური ალბათ. იცით რო გითხრათ რაღაც ჩვენ განსაკუთრებული მარკეტინგული ბიუჯეტი გქონდათ ხო არ გქონია და ძალიან დიდი ძალისხმევა სატელევიზიო რეკლამებზე და რაღაცებზე არ დაგვიხარჯეთ ჩვენი სახსრებით აი სოციალური ქსელებით ვახდენთ კომუნიკაციას და ნუ მომხარებელთან და ნუ ისევ აი ვოლტის და ასე შემდეგ ველისტორის და მათი მეშვეობით თუმცა პირველ რიგში ალბათ ეს ახლა რო გითხრათ რომ ისეთი პოპულარულები ვართ რომ პირდაპირ შანელი ვართ არა მაგრამ მაინც ცნობადობა ძალიან გაზრდილია მით უმეტეს ტურისტებში სხვათა შორის ძალიან მოწონთ ტურისტებს და ალბათ ისევ და ისევ ეს პირდაპირი მარკეტინგი და ეს მაღალი შეფასებები საიდანაც შეიძინეს ხო რეიტინგებს რაღაცებს უწერენ იქ მომხმარებლები და არ ქონია არასოდეს რომ აი ვიღაცას არ მოეწონა ან რაღაცა დანაკლისი რამე გაუშვით ან დავაკელით ჩვენ აწარმოე საქართველოს ფარგლებში მივიღეთ სუბსიდირებული სესხი და თუმცა ეს სესხი ავიღეთ მას შემდეგ რაც უკვე ჩვენ წარმოება გქონდა და მასე უკვე მოთხოვნა არსებობდა ანუ თავიდან ფაქტიურად აი ესეთი ოჯახის პირობებში პატარა საწარმოში დავიწყეთ და კიდე არ დამავიწყეს და უცბად მინდა ვთქვა რომ ჩვენ აუცილებლად გეგმავთ წარმოების გაფართოებას უკვე გვაქვს შემოთავაზება დუბაიდან ექსპორტზე გატანის თაობაზე და წარმოების გაზრდა სალსახად გეგმავთ და დიდი სამომავლო გეგმები გვაქვს ციმციმის სანთლები პირველ რიგში ალბათ იცით როგორ არის კონკურენტები ეს ქართული წარმოება ზოგადად როგორც გითხარით ბევრი არ არის თუმცა ვინც არის არ ვარ დარწმუნებული ეს რაღაც ცოტა ჩვენ უფრო ინდუსტრიულ დონეზე ვართ გადასული რაღაც ქვაბებიდან და ეს ძალიან ხელნაკეთებიც აღარ ვართ უფრო მასიური წარმოებისკენ გვაქვს გადადგმული ნაბიჯები და პირველ რიგში ეს განსაზღვრავს ალბათ ოპერატიულობას ხო რომ მე რო შეკვეთა შემოგვივე ჩვენ ყოველთვის მზად ვართ და მე არ ვიწყებთ რაღაცის კეთებას ეხლა უცხოელ კონკურენტებს რა თქმა უნდა არ განვიხილავ და არც ვეჯიბრები ამ ეტაპზე თუმცა სამომავლოდ დიდი იმედი გვაქვს რომ ჩვენ საქართველოს წარმოადგენთ საერთაშორისო ბაზრებზე ძალიან თამამად და ამაყად. პირველ რიგში ალბათ მივცემდი რჩევას რომ როდესაც აკეთებ რაღაცას გასაყიდად აუცილებლად უნდა გააკეთო ისეთი რომელსაც შენ იყიდი. ანუ როგორც საკუთარი მოხმარებისთვის ისე უნდა მიუდგე და არა რომ ერთ დროზე რაღაცა გავყიდოთ ხო პირველ რიგში მეორე ალბათ ის რომ ძალიან უნდა მოინდომო მონდომების გარეშე არაფერი არ გამოვა და სურვილია მთავარი და მეორე შრომა ალბათ უნდა იშრომა